ამ თემით დავინტერესდით, იმიტომ რომ უცხოს მოგზაურობა და უცხოს მოგზაურობის ფაბულის გამოყენება დოკუმენტური ფილმისთვის ჩავთვალეთ, რომ ძალიან კარგ დრამატურგიულ ხასს მოგცემს და პრინციპში ეს ბიჭი უბრალოდ საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ საკუთარ თავს დავაკვირდეთ და იმ სოციუმს, რომელშიც ეს ბიჭი ხდება, იმიტომ რომ ჩვენთვის სტუმარი განსაკუთრებული ფენომენია და ამიტომ მისი შეყვანით ამ სოციუმში რაღაც ისეთ თვისებებს ვავლენთ ხოლმე, რომელიც შეიძლება სტუმრის გარეშე არ გამოვავლინოთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ჩვენ სოფელზე დაკვირვებისთვის იყო პირველ რიგში ეს კარგი საშუალება. რა ხდება მაშინ, როდესაც სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს ვერ აგებინებენ, როდესაც ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და როდესაც სტუმარი ცდილობს, რომ შეცვალოს რაღაც თამაშის წესები მასპინძლის ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი ჩვენი აზრით იყო საინტერესო მომენტი ფილმის გადასაღებად. ჩვენთვის იყო ძალიან სარისკო პროექტი, მით უმეტეს, რომ დავსდევდით რამდენიმე გმირს. და არასდროს არ ვიცოდით, შეიძლება გმირი კარგი ყოფილიყო, მაგრამ სოფელი, რომელშიც ის ჩადიოდა, მაინც და მაინც საინტერესო არ იყო. ან პირიქით, გმირი არ იყო საინტერესო, მაგრამ სოფელი იყო საინტერესო. ამიტომ მაინც და მაინც წინასწარ არ ვიცოდით, რამდენად გაამართლებდა, მაგრამ აი ამ სოფელში საჯიჯაოში როგორც კი შევედით ამ სკოლაში და როგორც კი დავინახეთ სკოლის დირექტორი, მივხვდით, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ 6 თვე უნდა გავაგრძელოთ გადაღება. თავიდან ცოტა იყო დაძაბულობა, იმიტომ რომ თავიდან ვერ ხვდებოდნენ ჩვენ ამას ახალი ამბებისთვის ვაკეთებთ, სადმე უნდა გამოვფინოთ მათი ეს ამბები. მე მიხვდნენ, რომ ერთი კვირა გავიდა, ერთი თვე გავიდა, ჩვენ კიდე ჩავდივართ, ახალ ამბებში კიდევ არ უნახიათ თავის თავი. არაფერი არ მომხდარა, არავის სამსახურიდან არ გაათავისუფლეს. უბრალოდ აღვქვავდნენ როგორც რა ვიცი, მაგათიანებს, რომლებიც რაღაცას კი იღებენ, ბოლოს გვითხრეს კიდევაც სერიალს აკეთებთო თუ რატო ხართ ამხანე. მერე უფრო გაიხსნეთ, თუმცა რაღაცა დაძაბულობა ყოველთვის იგრძნობოდა, იმიტომ რომ სულ ეშინიათ, რომ რაღაცა ისეთი არ თქვან, რის გამოც შეიძლება სამსახური დატოვონ. ეს შიში ყოველთვის იგრძნობოდა.